დილა მშვიდობის, როგორ ხართ? მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას, გოგოებო, გაფიცრებული ვარ, აბა რა ვიქნები. უკვე მე რამდენი დღეა ავად ვარ, მეოთხე. მათ ეს დარჩა ნამცხვარი და გული მომივსუყა, მიშევჭამე ძალიან ცოტა, მაგრამ ტკბილი ესე იგი რა დავწმუნდი, რომ სახეც ცოტა შეშუპებული მაქვს თვალები და მაგითო ტკბილის გამო გუში ნამცხვარი რო ვჭამე, მაგის ბრალია. იმის ბრალი არ არის, ავათრო ვარ. არა, რა თქმა უნდა, ეხლა ეგეც მოქმედებს, მაგრამ ტკბილის აი გძნობ ხოლმე რაღაცა სხვანაირად რო ვარ. ტკბის რო შევჭა. დილით ძლივს რო ახელ თვალებს. გაგვიძებაც რომ გეზარება. ეგ არის ტკბილის ბრალი ჩემ ორგანიზმზე. დავაკვირდი, რომ აი ეგრე მოქმედებს. სუდად ძალიან. მართლა გოგოებო, ადამიანმა ნამცხვარი უნდა ჭამოს თვეში ერთხელ, ან ორ თვეში ერთხელ. ორ თვეში ერთხელ ჯობია. მე არ ყიდულობ მაინც ხშირად გუში. სახში ვიყავით ყველა აბსოლუტურად გიამაც დაისვენა. იმიტაც სახში იყო მთელი დღე. ხო და მაგით ვიყიდე. სუნი კარგი აქ. მე მგონი რომ ყვითელი ჯობია ამას, მაგრამ რავი, ფასი უკვე ერთი და იგივე არის. ადრე ყვითელი ფერი უფრო ძვირი ღირდა ხოლმე, ვიდრე შავი. ეხლა უკვე ფასი ერთი და იგივეა. მადლობა გოგოებო კომენტარებისთვის, წავკითხავ ეხლა მე თქვენ კომენტარებს. მადლობა ყველას, რომ მისურვეთ გამოჯანმრთელება. დაველოდები ახლა და ეს რანაირი ზაფხულია გოგოებო, რა სიტყვით აბა. ეხაც ძალიან მაგარით არია, გარეთ გასვლაც არ გინდა, სახშიც ცივა, მომცივა. სახში ხა მცივ. შუა პაპანაკება სიცხე უნდა იყოს ახლა ზაფხული. მაგრამ შემოდგომას უფრო გავს ეს, ვიდრე ზაფხულს, ისეთი ქარია და სიცივე. ჩემი კრემები გოგოებო დავიწყე, ეს მანამდე მომაყარა აი ამ ადგილებში და აღარ მქონდა და ხო მოგიყევით გუში. ანუ მაგის ბრალია. რა ვიცი, ახლა ერთი დღეში რას უნდა მივხვდე ჯერ ხო, მაგრამ დამიტენიანა რა თქმა უნდა სახე ძალიან მქონდა უკვე გამომშრალი. იმიტომ რომ ბოლოს 4 დღე ეივონის კრემები უკვე აღარ მქონდა და ამას მივხვდები, მე ეს კრემები ვიყიდე პიგმენტური ლაქებისთვის, უფრო ნახეთ, შუბლზეც მაქვს, ცოტა ლოყებზეც მაქვს და მაგისთვის ვიყიდე რა, თორე ეივონისა ძალიან მომწონს, კარგად ატენიანებს უბრალოდ აი ამ ლაქებს სხვა რაღაცა უნდა და ეს კონკრეტულად არის შექმნილი ამ პრობლემისთვის, ეს ხაზი რაც გაჩვენეთ, რაც ვიყიდე. იმისი პილინგი ჯერ არ გამომიყენებია, კვირაში ორჯერ უნდა გამოვიყენო პილინგი, აი ეს მომიჩეს. რა ვიცი, არ გამიგიზიანოს უფრო და მერე
დავიწყებ ფილინგის გამოყენებას. ხო და ვნახოთ ერთი შევხედოთ როგორ მომეწონება, როგორ ამილაგებს აბა ამ ლაქებს. თუ ექნება შედეგი. ხო დავიწყოთ კომენტარებით წეკითხვა. ეთო მომწერა, მოგესალმები ეთო. ფაბერლიკის მომხმარებელი ვარ, მეც გამომელია და ამ დღეებში ვაპირებ შეკვეთა ზეთისხლზე დამზადებული უნივერსალური სახის და თვალის მაზი, საოჯახო ბიო ჭურჭლის და სხვა უნდა გამოვწერო. ხო. ჭურჭლის ბიო ჟელე მართლაც ან გაია გოგოებო. არ ვიცი რა ის ზუსტად. მალარიღის თუ შვილარიღის არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მართლაც ან გაია. ყველაფერი მომწონს. უბრალოდ ეხლა რაღაცეები განაახლეს, რაღაცეები შეფუთვები შეუცვალეს და ცოტა ოდნავ სუნების შეცვალეს, აბა თუ ამჩნევ შეენეთო. რაღაცეები შეუცვალეს სუნები და ნუ მე რასაც შევამჩნიე, რომ სუნი შეცვალეს, ხო, სურნელი. არც ახლა არ არის ძალიან ცუდი, მაგრამ ის ძველი უფრო მომწონდა. გელს შევამჩნიე, რომ შეუცვალეს სურნელი. იგივე ანუ ხა გელები სხვადასხვანაირებია ხო და სხვა სურნელით, მაგრამ მე რასაც ვყიდულობდი ხოლმე იმას. მომწერა მოგესალმები ასმათი, გისურვებ გამოჯანმრთელებასო, უღრმესი მადლობა. ეკამ მოგესალმები საყვარელო, მალე გამოჯანმრთელებას და უფლის მფარველობას გისურვებ ჯანმრთელ ოჯახსო. ნატალია მომწერა მშვიდობაში ყველაფერიო, უღრმესი მადლობა ნატალია. ლალი მომწერა მალე გამოჯანმრთელებას ლამაზო ჟანა ბედნიერება და სიხარული მთელ ოჯახსო, უღრმესი მადლობა. სახელი ჟანა ფიქს პრაისის გელებს მე კარგა ხანია ვიყენებ, მშვენიერია. ცისფერი არის კიდევ, ესეთი დასაბანი, ან მე რო ვიყიდებ, ჩემი მგონი ვარდისფერია და მე ვარდისფერი იმიტომ ვიყიდე, რომ კომბინირებული კანის არის და გრძნობიარე კანისა. ამიტომ ცოტა პრობლემული კანისა. ამიტომ ვიყიდე. თმის ბალზამებს პატარა ვედროებში რომ არისო, კი ვნახე ეგეც და გუშინ რა ვიცი ვერ ვიყიდე ეგ და მერე ვიყიდი. მაგასაც ვიყიდი თმის ბალზამს და ვნახავ როგორია. ფაბერლიკისაც ვხმარობ მე ბალზამებს. მაგრამ დასაბანი გელი რო გამოვიყენე ხა ფიქს პრაისისა, მეც მომეწონა არაშრობს კაცს. მოგესალმები ლეილა. ჟანიკო ჯანმრთელობას გისურვებ, ჩემო გოგო, კი ვირუსები არის ჟანა, მაგრამ შესაძლებელია გაცივდი კიდეც. ხო, არ ვიცი ლეილა, მაგრამ მგონი რომ ვირუსს უფრო გავსეს. ცუდად ვიყავი. ისეთი ამინდებია ვერ გაუგებ. ბარაკა გქონდეთ. ჩემო გოგო, მადლობა უღმესი. უფალმა გაკურთხოს მისი ჭრილობებში. ამინო. ნატალია მწერს, მადლობა ნატალია. მეც სულ ფიქს პრაისში სახის დასაბან გელებს ვიყენებ. ოღონდ ცისფერი ფერის შეფუთვით. ცისფერი ფერის შეფუთვით არის მშრალკანისა, როგორც ვიცი. ჰიალურონით და პეპტიდებით
ძალიან მომწონს, არ ჭიმავს კანს, მშრალი კანი მაქვს და მიხდება. სენდოს ტონიკიც მაქვს, ვიტამინი C და ისიც მომწონსო. თამარი მწერს, მოგესალმებით. კი, არ ჭიმავს კანს, მეც მომეწონა მაგ მხრივ, რომ კანი არ გამიჭიმა და მე პრობლემური კანისთვის ავიღე, უფრო მშრალი კანი მე არ მაქვს. ნატა მწერს, მოგესალმები, ნატა საყვარელო. ჟანა ახმად შეცვლილი გაქვს გაცივებისგან მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ, ჩემო კარგო. ზოგადად ხილს საკმაოდ ძვირი ფასები აქვს, ალუჩა 6 წლად ვიყიდე. ჩემივე უბანი ვიყავი რა აქ ვიყიდი ალუჩა, იმიტომ რომ გიდან ნამცხვარი მომქონდა, ის მომქონდა რაღაცები მეკავა რა ხეში და ვეღარ გამოვიღე ალუჩა. ხით რო ვიყავი მაგით. და აქ მივეცი 10 ლარი 1 კილოში. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებო, ნატალია მწერს რა. ვილეულა რა გამცხარის კარაშე. არა დე, აი ნამცხვარი აღარნო. არა მართლა. არა მაქვს მართლა და რაღაცას ვიყიდით მერე დე. ბანანი კი. ბანანი ვილეულია. მე ბანანი ვჭამე, ნამცხვარი მაქვს, მაგრამ გახსენებას არ მინდა. მაგრამ ტკბილი ხილი. ირმა მწერს, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ, ჩემო კარგო, ხო? და ზელმა მწერს, მე გადავიტანე ჟანა ეგ ვირუსი. ღამეები არ მეძინა, ყელი ეს წვისგან 3 კვირა გამიგრძელდა. ღმერთო რა ძნელია. ანტიბიოტიკი დამჭირდა, ჯანმრთელობას გისურვებ, ლამაზო გოგო. ფიქს პრაისში დაბალი ხარისხის პროდუქცია ჟანა, ისევ ცნობილი კომპანიები ჯობიაო. ხო, იაფია, მაგრამ ეხლა სახის გელი არ ჭიმავს კანს, რაც მთავარია და საპონჯობია, რა თქმა უნდა, ეხლა მაინც. ყელი ისევ მტკივა, რა თქმა უნდა, აი ცალი მხარე ღმერთო ხეს რო ვიდებ, ესეც ძალიან მტკივა. ყველას გისურვებთ წარმატებულ დღეს, თავს გაუფრთხილდით გოგოებო, ძალიან ცუდი ვირუსებია. ძალიან. ესეთი იყო ეს ჩვენი ვლოგი დღეს. რაღაცნაირი ხასიათზე, რა თქმა უნდა, ვერ მოვედი და არ ვარ ახლა მე ისეთ განწყობაზე, რომ რამეზე ისეთ ცოტა ღრმა თემაზე გვესაუბრა გოგოებო. ვიცი რომ გიყვართ ხოლმე ესეთი ვლოგები, მაგრამ თვალებიდან ძლივს ვიყურები მაინც. მაგრამ უკვე გამოკეთებისკენ ვარ. ვამჩნევ ჩემ თავს. ცხოველიდანაც კი არ მომდიოდა, ესე იგი რა, გაქავებული იყო, რომ იტყვიან შიგნით ეს ისე რა ქვია, ვირუსი, ჩამჯდარი, ახლა ცოტა მომიშო ცხოველიდანაც ცოტა წამომივიდა და იმედია რომ არის გამოვალ და გამოკეთდება. თბილია ახლა ეს ყავა და მსიამოვნებს. ავით